სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსებთ. არს დაიყოს. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს, რომელსაც სრული სახელი აქვს ასეთი: უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ჩვენ ამ მოვლენის შესახებ ბევრი გვისაუბრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა არის ძალიან ძნელი. მაგალითად, თუ დღეს უფალი შებრძანდება იერუსალიმში, თუ ხდება მას მთელი იერუსალიმი, მთელი ქალაქი განსაკუთრებული პატივით სახედარზე, როგორც უძველესი წესი იყო, გამარჯვებული მხედართმთავარი ბრუნდებოდა თავის სამშობლოში და მშვიდობა მოქონდა. და თუ ეს უამრავი ადამიანი ტანსაცმელს იხდიდა და სახედარს ფეხქვეშ უფენდა, თუ ხის ტოტებს ჭრიდნენ ესენი პალმებს და ფეხქვეშ უფენდნენ და ესალმებოდნენ როგორც უფალს, ოსანა დიდება კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისაითა, ოსანა მაღალთა შინა, ეს სიტყვები მხოლოდ ღმერთისადმი შეიძლებოდა გამოთქმულიყო. აი ეს ამდენი ადამიანი ასეთ სიტყვებს გამოთქვავდა, საოცარი სიხარულით ეგებებოდა უფალს და გაივლის სულ 5 დღე და ზუსტად იგივე ადამიანები, ზუსტად იგივე რაოდენობით შეიკრიბებიან იესო ქრისტეს სამჟავროზე და იყვირებენ ჯვარსაცვი ეს. აი როგორ ხდება ეს? ეს ხო ერთი და იგივე ადამიანები. თუ ესენი ფიქრობდნენ, რომ იესო ჯვარს უნდა წმულიყო, მაშინ ამ ოსანას რატო იძახდნენ? თუ როგორც უფალს ეგებებოდნენ, როგორ მოხდა ამ 5 დღეში, როგორ შეეცვალათ ეს ცნობიერება? ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მასებზე მოახდინოს ზემოქმედება. არაჩვეულებრივი მაგალითი არის ამის. და მინდა გითხრათ, რომ ამ ხალხის მეხსიერება არ არის 5 დღიანი, მხოლოდ 5 დღის წინ რა იყო აღარ ახსოვდათ. მაგრამ ეს არ არის ხალხის მეხსიერება. ხალხის მეხსიერება არის, რომ 2000 წელი გავიდა და დღეს ჩვენ ისევ იგივე სიტყვებს ვიმეორებთ და ისევ ეგებებით უფალს. აი ეს არის ხალხის მეხსიერება. რა მანიპულირებაც არ უნდა მოახდინო ადამიანზე, როდესაც ადამიანი დაწყნარდება, დამშვიდდება და გაიხსენებს ყველაფერს და აუცილებლად გაიხსენებს, აუცილებლად ხალხი საზოგადოება და შესაბამისად ისტორია გააკეთებს სწორ დასკვნებს, როგორიც გააკეთა იესო ქრისტეს შემთხვევაში. დღევანდელი დღე მინდა დავაკავშირო ისევ კიდევ ერთხელ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მის მოღვაწეობასთან და მის ცხოვრებასთან. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მსგავსება ის რაც ჩვენ ვიხილეთ სულ რამდენიმე დღის წინ, როგორი პატივი მიაგო მას ქართველმა ერმა, როგორ გააცილა ის უკანასკნელ გზაზე, როგორი შეძახილები გაისმოდა, როგორი ყვავილები იყო დაფენილი მთელ ამ გზაზე, სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე, სადაც განისვენებს დღეს მისი წმინდა სხეული, ძალიან გავდა ეს ყველაფერი აი იმ შეგებებას, როგორც შეეგებენ, როგორც გააცილეს უფალი იერუსალიმში შემომავალი. და აი ასეთი პატივით გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, თელმა ქალაქმა კი არა, მარტო თელმა ქვეყანამ, ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გააცილეს ზეციური იერუსალიმის გზაზე. ოღონდ იყო განსხვავება. აი ამ იერუსალიმში დიდებით შესვლისას ამდენი ხალხი მიეგება, ასე შეხვდნენ, ასე გააცილეს და ამის შემდეგ ამ ხალხმა
იესო ჯვარს აცვა. და ჩვენი პატრიარქის შემთხვევაში იყო პირიქით. ჩვენმა პატრიარქმა თავის მოღვაწეობას უწოდა მზიანი ღამე. ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა ჩვენს პატრიარქს მოღვაწეობა, ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და მიუხედავად ამისა მაინც ეს ღამე იყო მზიანი ღამე. და განსაკუთრებით ეს პირველი 40 წელიწადი თავისი მოღვაწეობის ეს იყო აი სწორედ ის ტრიუმფი ცვლა იერუსალიმში, ზეციური იერუსალიმში, როდესაც თანდათანობით იზრდებოდა მისი ავტორიტეტი. რაც შეეხება ბოლო 10 წელიწადს, აი ეს იყო ნამდვილი ჯვარცმის გზა, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს მეხსიერება. და ჩვენ ყველას გვახსოვს რა არანორმალური, რა ჯოჯოხეთური ცილისწამება გამოიარა ჩვენმა პატრიარქმა. აი ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ენა რო ვერ იტყვის, აი რა არ მოიგონეს და რა არ დააბრალეს, ესე იგი პატრიარქს. ისეთი ცილისწამება, რომელიც უბრალოდ ადამიანის გონებისთვის არის მიუწვდომელი, აი როგორ შეიძლებოდა რომ ეს ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებმა არ დაიჯერეს. მიუხედავად ამ დიდი ზეწოლისა, მიუხედავად ამ ზემოქმედებისა, მაგრამ მიზანი ამ ცილისწამების იყო პატრიარქის ნაადრევის სიკვდილი. და მინდა გითხრათ, რომ ეს მიზანი მიღწეულია, იმიტომ რომ ეს რო არ ყოფილიყო, მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. ჩვენ ლოცულობდით, რომ მასთან ერთად შევხედროდით მისი აღსაყრების 50 წლის იუბილეს და სულ რამდენიმე თვე გაგვახვდა. რომ მასთან ერთად ყოფილიყავით ამ დღეს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მასთან ერთად ვართ ნამდვილად და მე მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მოგილოცოთ თქვენ, მაგრამ განსაკუთრებულად მიულოცო ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელიც ჩემი ღრმარწმენით და დარწმუნებული ვარ თქვენი ყველასი ღრმარწმენით, მთელი ქვეყნის რწმენით დღეს სწორედ ზეციურ იერუსალიმში იმყოფება. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.